მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის ამხანაგური მატჩი საქართველო-ფიჯი. აბა ვნახოთ რომელი მოიგებს. საქართველო თუ წააგებს დიდი ტირილი და ისინი არ გვინა ეხლა წუხარება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ამხანაგური და გასახურებელი მატჩია. ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩვეულებრივ 19 მაისს. ამასობაში იწყება აზაროვი, მიქაუტაძე, შემადგენლობას გეყოთ კარში მამარდაშვილი, დაცვაში კვერნაძე, კანკავა, კვირკველია, ნახევარდაცვა, ამასობა შემოგვიტიეს, მერე განვიხილოთ და პირველივე წუთებზე მოახერხეს და გაგვიტანეს გოლი ფიჯელებმა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. ხო, გავაგრძელოთ შემადგენლობა. კარში მამარდაშვილი, დაცვაში კანკავა, კვირკველია და კვერნაძე, ნახევარდაცვაში გორდეზიანი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და კიდევ ვინ იყო? აზაროვი, ხო. ნახევარდაცვაში არავინ არ გვყავს. ნახევარდაცვა ეს არის და შეტევა არის, მიქაუტაძე და კვარაცხელია. და ამასობაში გადავიდა. ერთი თნოს ვაგებთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის, ჯერ მე-16 წუთია, მარტო ამასობაში ცდილობს კვერნაძე პრესინგს. კვერნაძე, მიდი კარგად დააპრესინგი, აღარ გაგვიტანო გოლი. ყოჩახ მამარდაშვილს მივიდა საბოლოოდ ხელებში ბურთი. აბა მამარდაშვილი, ქოჩორაშვილზე პასი კვერნაძეს მივიდა, წაკვართვის დავითაშვილი, დაწართვა დავითაშვილს. კვარაცხელია, ხვიჩა, მიდი აბა რას იზავ, მიდი ხვიჩა, გვანახე აზაროვი, დარტყმა. 0-1 კვლავ ამ დროს ფიჯელები პასაობენ. ამასობაში ქოჩორაშვილმა წაართვა ბურთი, ვერ წაართვა. არა, ეს არ გვაწყობს, აზაროვი, მიქაუტაძე, ყოჩახ, რა კარგად დავიცავეთ თავი, მაგრამ გრძელდება შეტევა. გრძელდება ქოჩორაშვილი, კანკავა, კვარაცხელია, კვერნაძე, დავითაშვილი, კვარაცხელიას მივიდა და კიდევ უნდა შეტევა. აბა მიდი დაეხმარეთ, წადით წინ ფეხბურთელებო, კვარას დახმარება ჭირდება, ვინ ეხმარება? მიქაუტაძე, დარტყმა და ბურთის მოშორება სურდა, მაგრამ დაუბლოკეს, დარტყმა უნდა დაუბლოკეს. აბა აუცვა თამაშებს, დავითაშვილი, კანკავა, არის სივრცე, მიდით ბიჭებო, კვირკველია, ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, გორდეზიანზე ვერ მივიდა პასი. ამასობაში დაამატეს 3 წუთი პირველ ტაიმს. პრესინგს ვცდილობთ, აბა რამე შედებს ამასობაში. დამთავრდა ტაიმი. ტაიმი დამთავრდა და დაბრუნდებიან ცოტა ხანში ჩვენი ფეხბურთელები. დაიწყო მეორე ტაიმიც. დავასტოპე ვიდეო და შესვენებაზე რო გავიდნენ მერე. აბა ამასობაში გორდეზიანი გაათამაშა რა. ქოჩორაშვილი, აზაროვი, გადავიდა აზაროვმა, ცუდად გადაუშვა. აბა მეორე ტაიმში ერთ გოლს მაინც თუ გავუტანთ, მარცხი ცუდი იქნება, ასეთი სუსტი ქვეყნიდან მით უმეტეს. აზაროვი, მიქაუტაძე, ოთარ მამაგეიშვილი ყოფილა. კიდე როგორ გამომრჩა ეგ, ეს როგორ მომივიდა. და კვერნაძე, მიდი კვერნაძე, მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი არა ყავს ჯერ არ შემოუშვია ვილისანიელს ჩვენს ნაკრებში და შემოუშვებს მალე ალბათ ევროპის ჩემპიონატი გიზი მამაგეიშვილი გვეყოლება უკვე.
დამასობაში დავითაშვილს მიუვიდა ბურთი და კიდე წაგვარდეს ფიჯელებმა. აბა მიდით კანკავა მიდის კანკავა და წაართვა ბურთი. კვარაც ხელია, კვარას რა სივრცე, მიდი ოთარ მამაგეიშვილი, ხვიჩა, ოთარი. კვარა კვირკველიას რა ბურთი მიუვიდა, მიდი კვირკვი, კვარა და მაინც გავათანაბრეთ და ერთი. კარგია კვარაც ხელია, მაინც გავათანაბრეთ. ეს რონალდოს აღნიშვნა რატო გაკეთდა არ ვიცით, მაგრამ რაც მთავარია ერთი გაიტანა და ყოჩაღ კვარა. კიდე კაი მარცხით არა და ფრე მაინც შეიძლება დავასრულოთ ერთი. თუ რა თქმა უნდა კიდე გავუტანთ. ეს ნახეთ რა გოლი შეაგდო. ამასობაში ფიჯის შემადგენლობაში არის შეცვლა. კარგი ამასობაში გაათამაშეს. კანკავა ცდილობს პრესინგს დავითაშვილს მიუვიდა და ამასობაში შეცვლებით იქნება და საქართველოს ძირითადად მალე დაუბრუნდა. კვერნაძე, მიქაუტაძე, აზაროვი რა სივრცე გაგვიჩნდა იქ. კვარაც ხელია, აზაროვი. მიდი აზაროვი, აზარა მიდი აზარა. პაზი გორდეზიანი და არის 2-1 დაგვაწინაურა გორდეზიანმა. ყოჩაღ გორდეზიანი ძალიან კარგად დაგვაწინაურე. ძალიან მომეწონა გორდეზიანმა რა გოლი გაიტანა. ყოჩაღ გორდეზიანი ძალიან კარგი იყო. აბა ვნახოთ დამასობაში 5 შეცვლა. გავიდა კვირკველია, შემოვიდა ლოჩოშვილი, დვალი, კაშია, ჩაკვეტაძე, ოთარ მამაგეიშვილი დარჩა და კვარაც ხელიას სივრცე მიეწვა. შემოვიდა კიდე ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, აზარა მიდი აზარა, მიქაუტაძე რა სიზავს აბა მიდი უტაძე და მიქაუტაძეს წაართვეს ბურთი. აბა რა აზაროვი და ჩაკვეტაძე ცდილობენ პრესინგს. ამას კაკაბაძე მიდი ქენი რამე, კაშია მიდი არა. ძალიან სახიფათოდ გვიტევენ რა სივრცე. არ გაგვიტანოს და მაინც გაგვიტანა. სამწუხაროდ ფრედ დამთავრდება, რადგან 1 წუთი დაამატეს 90 წუთს და არ ამგონია რომ კიდე მოახერღოთ გოლის გატანა ასე ცოტა ხანში. არა 7 წუთი დაამატეს ბოდიში. კვირკველი აზაროვი და დაამთავრა შეხვედრა და ფრე 2-2. თუმცა ფიჯისთან უფრო გაგვიჭირდა ვიდრე დანიასთან და რა მოხდა? ალბათ საქართველო ბოლო ძალებით არ თამაშობდა. აგებატო